ვისაუბროთ ყველაზე დაბალანსებულ ობიექტზე. დაბალანსებული თავისი განლაგებით მზის სისტემაში, ტემპერატურით და თავისი ზომითაც კი. ეს კრიტერიუმები ხელს უწყობს იდეალურად და მყუდროდ იგრძნოს თავის ღერძზე და ტრაექტორიაზე. მზის სისტემაში სიდიდით მეხუთე პლანეტა, ხოლო მზიდან დაშორების მიხედვით მესამე. იყო თუ არა დედამიწა, ყოველთვის ასეთი იდეალური, ცოცხალი არსებებისას იცოცხლოთ. სანდო წყაროებიდან ვიცით, რომ ერთ დროს დედამიწის ზედაპირი უფორმო და უდაბური იყო. დედამიწაზე არც კონტინენტი იყო და არც ნაყოფიერი მიწები. ტემპერატურა კი ისეთი მაღალი, რომ აბსურდული იქნებოდა მასზე რაიმე სიცოცხლის არსებობა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, მასზე წყალი ასტეროიდების დამსახურებით მოხვდა. ასტეროიდში ეგრეთ წოდებული ნალექიანი მინერალი მარილი იყო, რომლის კრისტალებშიც წყლის პატარა წვეთები არსებობდა. დაახლოებით 20 მილიონი წლის მანძილზე ჩვენ საყვარელ პლანეტას ბომბავ დაუთვალავი ასტეროიდი, რის შედეგადაც გუბეები, ტბები, მდინარეები და ოკეანეები აღმოცენდა. წყლის შედეგად კი დაეცა დედამიწის ტემპერატურა დაახლოებით 70-80 გრადუსამდე, რის შემდეგაც დედამიწას გარს ეკვრის ქერქი. ფაქტიურად ნენელა დედამიწა მიიღო ჩვენთვის ჩვეულიერ სახე. ახლა კი ვისაუბროთ ჩვენი პატარა პლანეტის დიდ რიცხვებზე. სინამდვილეში არ არსებობს დედამიწის დიამეტრის ზუსტი ზომა. მისი დიამეტრი ყოველთვის იცვლება ბევრი კრიტერიუმების გამო, როგორიც არის ტექტონიკური მოძრაობა, რის შედეგადაც ხდება დედამიწის მასის და ფორმის დეფორმაცია. მაგრამ ამ თემას ჯერჯერობით ვრცლად არ შევეხები. ხოლოდ ვიცით დაახლოებითი დიამეტრი. თითქმის ყველა ადამიანმა იცის, რომ დედამიწა არის იდეალურად მრგვალი, მაგრამ ეს ასე არ არის. დედამიწის ბრუნვის შედეგად ღერძზე დედამიწა თითქმის ოვალურია. მის სწორ დახასიათებას და ფორმას კი გეოიდს უწოდებენ. დაახლოებითი ეკვატორის წრიული დიამეტრი არის 40.075 კილომეტრი. არ შეგვეშალოს ეკვადორში, ის ერთ-ერთი სახელმწიფოა. მერიდიანის წრიული დიამეტრი კი 40.008 კილომეტრი. დედამიწის წონა არის დაახლოებით 6 სექსტილიონი ტონა. 21 ნულით. რა თქმა უნდა, ცვალებადი რიცხვით და წლის განმავლობაში ის კარგავს ან იმატებს დაახლოებით 400 ტონას. ისევ და ისევ ტექტონიკური ცვლილებების გამო, როგორიც არის მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევა, ასევე წყლის აორთქლება. რა დროს უდრის ერთი დღე დედამიწაზე? გაგიკვირდებათ და ადრე ერთი დღე უდრიდა მხოლოდ 19 საათს. ისევ და ისევ ტექტონიკური და გეოქიმიური ცვლილებების გამო ის ახლა დაახლოებით 24 საათს უდრის. ზუსტად რომ ვთქვათ კი 23 საათს, 56 წუთს და 4 წამს. მზის გარშემო ბრუნვას კი 8766 საათს უნდება. ესე იგი 365 დღე. თავის ორბიტაზე მზის გარშემო დედამიწის სიჩქარე არის დაახლოებით 30 კილომეტრი წამში. ესე იგი 108,000 კილომეტრი საათში. ჩვენ ვერ გრძნობთ ამ უდიდეს სიჩქარეს, რადგან ჩვენც მოძრაობთ დედამიწასთან ერთად, თავისი ზღვებით, მთებით და ღრუბლებით. ფაქტიურად ვერაფერს ვხედავთ შესადარებელს. დედამიწა შედგება ძალიან ბევრი ფენისგან, მაგრამ შეგვიძლია გამოვყოთ მხოლოდ რამდენიმე. ქერქი, მანტია, ბირთვი. დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა მინიმალური -90 არის შემჩნეული, მაქსიმალური კი 56.7 გრადუსი ცელსიუსით. ახლა კი შევაღოთ კარი და ვეწვიოთ ჩვენი პლანეტის სიღრმეებს.
ქერქის ტემპერატურა ხმელეთზე დაახლოებით 14 გრადუსი არის. დაახლოებით ისეთი, როგორიც გრილი სასმელი მაცივრიდან. ჩვეულებრივ ამინდში ფეხში შველი სიარულისას გვეჩვენება, რომ ნიადაგი ცივია, რადგან ჩვენი ტემპერატურა არის დაახლოებით 36 გრადუსი. ქერქის ყველაზე ღრმა ადგილას კი ტემპერატურა 480 გრადუსამდე მერყეობს. მანტია გაცილებით ცხელია, ვიდრე დედამიწის ქერქი. მის ზედაპირზე დაახლოებით 500 გრადუსია. დაახლოებით 100 კილომეტრის სიღრმეში კი 1000-დან 1200 გრადუსამდე. ხოლო მის ყველაზე ღრმა მონაკვეთში 4000 გრადუსაც აღწევს. ბირთვის ტემპერატურა კი მანტიაზე ცხელია, 5000 გრადუსიდან 6200 გრადუსამდე. ქერქის სისქე არსებობს ორი სახის: ოკეანური და კონტინენტალური, ანუ ხმელეთის. ოკეანური ქერქის სისქე ძალიან პატარა არის, დაახლოებით 3-დან 7 კილომეტრამდე, ხოლო კონტინენტალური 30-დან 40-მდე. მთიან ადგილებში კი 70 კილომეტრსაც აღწევს. მანტია იყოფა დაახლოებით 4 ნაწილად. ზედა მანტიის სისქე არის 410 კილომეტრი. ზედა შუა მანტიის სისქე 410 კილომეტრიდან 660 კილომეტრამდე. ქვედა შუა მანტიის სისქე 660 კილომეტრი. ქვედა მანტიის სისქე კი 250 კილომეტრი. ეს მაჩვენებლები ყოველთვის იცვლება. მაქსიმალური მანტიის სისქე კი დაახლოებით 2900 კილომეტრია და წარმოადგენს დედამიწის მასის 70%-ს. ბირთვის რადიუსი დაახლოებით 3500 კილომეტრია. ის იწყება 5200 კილომეტრ სიღრმეში და არის ყველაზე მკვრივი მასა. მისი სიმკვრივე კოლოსალური წნევით არის გამოწვეული, რომელიც ადნობს მეტალს. წყნარი ოკეანე. ალბათ დაახლოებით მიხვდით, რაზე მექნება საუბარი. ოკეანეების სიღრმე ბევრ საიდუმლოს ინახავს და არ აპირებს ჩვენთვის გამხელას. ამიტომ ოკეანეების სიღრმის 80% ჩვენთვის გამოუკვლევია. ყველაზე საიდუმლო, სახიფათო, ბნელი და დაუნდობელი ადგილი ყველა 5 ოკეანეში. წყნარი ოკეანე იმიტომ ვახსენე, რომ ზუსტად მასში მდებარეობს მარიანას ღრმული. სიღრმით 11022 მეტრი, სიგრძით 2540 და სიგანით კი 70 კილომეტრი. წარმოუდგენელია ასეთი ზომები და წარმოუდგენელია მასში მყოფი წნევა, რომელიც 1 კვადრატულ სანტიმეტრზე დაახლოებით 1100 კილოგრამია. 1 მეტრ კვადრატულზე კი მას 11 მილიონი კილოგრამი წნევა აწვება. იმისთვის, რომ ობიექტმა არ დაკარგოს თავისი ფორმა, უნდა იყოს საკმარისად რბილი ან საკმარისად მკვრივი მატერიის. უმეტესად საკმარისად რბილი არსებები ბინადრობენ მასში და 11 კილომეტრ სიღრმეშიც კი მშვენივრად გრძნობენ თავს. კიდევ არის სახალინის ნავთის ჭაბურღილი, რომელიც ხელოვნურად არის გაბურღილი და აღწევს სიღრმით 15 კილომეტრს, რომლის გაბურღვა 2017 წელს დაასრულეს. მღვიმეები, ისევე როგორც მარიანას ღრმული, სახიფათო არ არის, თუმცა არც ძალიან უსაფრთხო. 1968 წლის აღმოჩენამ სპელეოლოგები შეძრა, რადგან იპოვნეს დღესდღეობით ყველაზე ღრმა მღვიმე მსოფლიოში. უღრმესი მღვიმე მსოფლიოში მდებარეობს აფხაზეთში, გაგრის ერთ-ერთი მთის ქედზე. დიდი ექსპედიციებით, რომლებიც დაახლოებით 5-6 მოხდა, ადამიანებმა მიაღწიეს 2212 მეტრს. გზაში ხვდებოდათ დატბორილი გამოქვაბულები, რომლებიც ძალიან უშლიდნენ ხელს ექსპედიციაში. სამწუხაროდ, მღვიმე აღმოჩნდა იმაზეც არიელი, ვიდრე ეგონათ, რადგან იპოვნეს მხოლოდ რამდენიმე მოლუსკი და წურბელა. ასევე, ყველაზე ღრმა წერტილში ნაპოვნია გაქვავებული უცნობი თევზი. მღვიმეებში გვხვდება ისეთი სირთულეები, როგორიც არის უჰაერობა, მაღალი წნევა, დაბალი ტემპერატურა, რომელიც თითქმის 0 გრადუსამდე ჩადის. დაბალი ტემპერატურის მიზეზი
არის გრავიტაცია. თითქმის ყველა მიცის, რომ სიცივე გაცილებით მძიმეა სიცხეზე, რის შედეგადაც ქვევით იწევს გამოქვაბულებში და მღვიმეებში. სიცხე კი პირიქით მსუბუქია და ახასიათებს ანტიგრავიტაციული ფუნქცია და მუდამ ზევით იწევს. ასევე მღვიმეებს ახასიათებს კონსერვაციის ფუნქცია, რომელიც კეტავს ცივ ტემპერატურას მასში. ზაფხულში თბილი ჰაერი ჩაედინება და ხელს უშლის ცივ ჰაერს ზედაპირზე ამოსვლაში, მაგრამ უმეტესად დამოკიდებულია მღვიმეების ადგილმდებარეობაზე და ფორმაზე. დატბორილი მონაკვეთები, წვრილი ღრმულები, რომლებშიც სახიფათოა გაჭედვა. შესაძლებელია დედამიწაზე იყოს უფრო ღრმა მღვიმეებიც. ბევრი ინფორმაციის თანახმად აღმოჩენილია რამდენიმე, მაგრამ არ არის დამტკიცებული. ვისაუბრე დღესდღეობით აღმოჩენილ ყველაზე დაბალ წერტილებზე დედამიწის ზურგზე. მაგრამ ამ ვიდეოს ვერ დავასრულებდი ისე, რომ არ შევხებოდი ყველაზე მაღალ მწვერვალს მსოფლიოში. ევერესტს ვერ დავარქმევ ყველაზე მაღალ მთას, რადგან მთის სიმაღლე დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობაზე, რომლის ახსნაც ცოტა რთულია. თუ გსურთ მთის სიმაღლებზე დეტალური ახსნა, დაწერეთ კომენტარებში. ევერესტს კი შევეხები მიზეზით, რომ არის ყველაზე ცნობილი მთებს შორის და ასევე ახასიათებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი. ზღვის დონიდან დაახლოებით 8850 მეტრი. სახიფათო და ცივი. დაუნდობელი თავისი დაბალი წნევით, უჰაერობით, უსაშინლესი ზვავებით, ყინულოვანი ნამსხვრევებით. მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლის ადამიანს მის დასაპყრობად. ადამიანს ხელს არ უშლის ის ფაქტიც, რომ ეს მთა ასევე არის სასაფლაო დაახლოებით 2000 ადამიანის. მაგრამ აღმოჩენილია მხოლოდ 300-მდე. სამწუხაროდ, ადამიანური ტექნიკა ამ დროისთვის არ არის იმდენად განვითარებული, რომ ვიხილოთ ყველა დედამიწის სიღრმიან მწვერვალი. ვერ ვატარებთ საკმარის ექსპედიციებს ოკეანეების უბსკრულში. ვერ ვიკვლევთ სათანადოდ ადგილებს, რომლებიც ძალიან გვიზიდავს თავისი საიდუმლოებებით, ფანტასტიკური ხედებით, ნივთიერებებით, ნამარხებით. მაგრამ ადამიანის ყველაზე დიდი და დასაფასებელი თვისება არის ის, რომ არ ვჩერდებით და მუდამ ვისწრაფით რაიმე ახალისკენ. სამწუხაროდ, მეცნიერების უმეტესი პროცენტი არის ჰიპოთეზები და თეორიული დასკვნები. სამწუხაროდ, ვერ ვეხებით ხელი თითქმის ვერაფერს, რაც თეორიულად გვაქვს გამოკვლეული. ამიტომ მეცნიერები დღე და ღამე მუშაობენ და თავს იტეხენ, რომ რეალური გახდეს ის, რაც ფანტასტიკად გვეჩვენება.